Hype and hope. ეს ინგლისური ფრაზა გამახსენდა BAG-ის ინდექსის გაცნობისას, მიჭირს ზუსტი თარგმანი, თუმცა შინაარსი რომ გადმოცე დაახლოებით ასე იქნება, ალბათ ქართულად ტექნოლოგიური ეიფორია და იმედი ან აჟიოტაჟი და მოლოდინი. შეგახსენებთ, რომ მიმოხილვაში ჩემს ავტორ მოსაზრებებს და ანალიზს გიზიარებთ, დეტალებზე სულ ცოტა ხანში სტუმართან ერთად ვიმსჯელებ. მანამდე მინდა შეგიჯამოთ ის დაკვირვებები, რაც ბუმის ფაზის პირობებში ამოვიკითხებ. Აი ახლა თქვენს ეკრანებზე ამ გრაფიკას თუ დააკვირდებით, ადვილად შესამჩნევია დისბალანსი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობასა და მოლოდინებს შორის. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ რეალობა მიმდინარე მდგომარეობა ჩამორჩება რწმენას, რომ მომავალში ყველაფერი მნიშვნელოვნად უკეთ იქნება. შესაბამისად, კოორდინატთა სისტემაზე ბუმის მეოთხედში მოხვედრაშიც ამ მოლოდინებსაც უნდა ჰქონდეს წესით წვლილი. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ბიზნესი ამ ეტაპზე მედეგობას ინარჩუნებს და მომავალში ამ მედეგობიდან რეალურ განვითარებაზე გადასვლის შესაძლებლობას იმედიანად ელოდება. ეს დისბალანსი ყველაზე თვალსაჩინოდ იკითხება მოთხოვნის სიმცირის და გაყიდვების ზრდის მოლოდინების კონტექსტში. ერთი მხრივ კომპანიების 32% ამბობს, რომ დღეს რეალურად მოთხოვნის სიმცირე უშლის ხელს საქმიანობაში და მეორე მხრივ კომპანიების 64% ოპტიმისტურად ელოდება, რომ მომავალ მესამე კვარტალში მოთხოვნა გაიზრდება. თუ შევადარებთ წინა კვარტლებს, მოთხოვნის სიმცირე როგორც ბიზნესის ხელშემშლელი ფაქტორი, ყველაზე სწრაფად მზარდი ნეგატიური ტენდენციაა. 2026 წლის მეორე კვარტალში მოთხოვნის სიმცირე ხელშემშლელ ფაქტორად კომპანიების 32%-მა დაასახელა. ეს მაჩვენებელი წინა კვარტალში სულ რაღაც 21% იყო. შესაბამისად, სულ რაღაც 3 თვეში გამოდის გამოწვევის აქტუალობა 11%-ული პუნქტით გაიზარდა. მიმდინარე 32%-იანი ნიშნული არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ. რაც პირდაპირ მიანიშნებს მათ შორის იმაზეც, რომ მომხმარებლის მსყიდველობითი აქტივობა მცირდება. სექტორებს თუ დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ მოთხოვნის კლება არათანაბრად არის გადანაწილებული სექტორებს შორის. მომსახურების სექტორის კომპანიების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათ ოპერირებას მოთხოვნის სიმცირე უშლის ხელს. ეს საკმაოდ საყურადღებო სიგნალია, რადგან მომსახურება აქ იგულისხმება სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ფინანსები, ტურიზმი და ასე შემდეგ პირდაპირ არის მიბმული მოსახლეობის და ტურისტების თავისუფალ განკარგვად შემოსავალზე. როცა მოთხოვნა აქ ეცემა, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები პირველ რიგში სწორედ არაპირველად იმოხმარების სერვისებზე იწყებენ თანხების დაზოგვას. ვაჭრობაში პრობლემა შედარებით ნაკლებად მწვავეა 18%. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პირველად იმოხმარების საგნებზე საკვები, მედიკამენტები მოთხოვნა ყოველთვის ნარჩუნდება. თუმცა მრეწველობაში, წარმოებაში 29%-იანი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე რეალიზაციის ტემპი შესაძლოა ნელდება. გამონაკლისია მშენებლობის სექტორი, აქ არც ერთ კომპანიას არ დაუსახელებია მოთხოვნის სიმცირე, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამშენებლო სექტორში ფული კვლავ აქტიურად ტრიალებს და რეალიზაციის პრობლემა აქ არ დგას. პრობლემა უფრო რესურსებშია, სპეციალისტების და მუშახელის დეფიციტში და არა ვთქვათ მყიდველის ნაკლებობაში. ბიზნესის ზომის მიხედვით თუ შევხედავთ სურათს, ჩანს, რომ მოთხოვნის კლება პრაქტიკულად არ ეხება მსხვილ ბიზნესს, თუმცა საკმაოდ მძიმე ტვირთა დაწვება მცირე და საშუალო მეწარმეებს. მსხვილი კომპანიების მხოლოდ 5% მიიჩნევს მოთხოვნის სიმცირეს პრობლემად. ესეც ბუნებრივია, დიდი კაპიტალი, ბაზრის წილი და ბრენდების სიძლიერე მედეგობის უფრო დიდ და გამძლე ბალიშს ქმნის. მცირე და საშუალო სექტორში ეს პრობლემა თითქმის თანაბრად მწვავეა. SME სეგმენტი უფრო მალე ხდება ხოლმე ეკონომიკური შენელების მსხვერპლი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს ფინანსური ბუფერი, რომ მაგალითად მიმზიდველი და კონკურენტული ფაზაკლების აქციები ჰქონდეთ ან ძვირადღირებული მარკეტინგული კამპანიები აწარმოონ კლიენტების მოსაზიდად. ჯამში უნდა ვთქვათ, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში იმ ბიზნესების წილი, რომლებიც ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებენ, შემცირებულია და შემცირების ეს ტენდენცია 2025 წლის მესამე კვარტალიდან მოყოლებული სტაბილურად ნარჩუნდება. რაც შეეხება სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს, 2026 წლის მეორე კვარტალში კომპანიათა უმრავლესობამ ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორად მარეგულირებელი გარემო მიიჩნია. ამის მიუხედავად ადმინისტრაციული საკითხები ჩანს ბიზნესისთვის ნაკლებად პრობლემურია. სასამართლო სისტემა 2025 წლის მესამე კვარტალიდან მოყოლებული სტაბილურად მზარდია, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი. ძალიან საინტერესო სურათს აჩვენებს BAG ინდექსი დასაქმებასთან და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის ათვისებასთან დაკავშირებული მოლოდინები, მათი შედარებისას რამდენიმე საინტერესო ტენდენცია იკვეთება და აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩემს საავტორო მოსაზრებას და ანალიზს გიზიარებთ. სწორედ აქ ვხედავ ძირითადად HIP-ის იმ მომენტს, რომელიც ჩემი მიმოხილვის დასაწყისად
საკითხში ვახსენე. ერთი ეს არის ოპტიმიზმის და ზრდის მაღალი მზაობა AI-ის მიმართულებით. კომპანიები გაცილებით უფრო აქტიურად გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას, ვიდრე უშუალოდ ახალი კადრების დასაქმებას. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 65% გეგმავს მომავალი 1-2 წლის განმავლობაში AI ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, მაშინ როდესაც მომდევნო 2026 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მხოლოდ 34% ელოდება. დასაქმების ნაწილში კომპანიების უმრავლესობა კადრების უცვლელად შენარჩუნებას აპირებს. მეორე და ეს ძალიან საყურადღებო ტენდენცია, AI-ის დანერგვა არ აღიქმება დასაქმების საფრთხედ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი ამჟამად AI-ის დანერგვის კვლევის თუ დაგეგმვის პროცესშია, ეს ტენდენცია არ იწვევს დასაქმების შემცირების მოლოდინს. კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას თანამშრომელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია და არც მოახდენს, თუმცა მნიშვნელოვნად შეამცირა ან შეამცირებს მათ რუტინულ სამუშაოს. კადრების შემცირებას მხოლოდ 3% ვარაუდობს. მესამე, კარგად ჩანს საერთო გამოწვევა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ორივე მიმართულებით ბიზნესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სპეციალისტების სიმცირე სახელდება. ზოგადად ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე დიდ პრობლემად სპეციალისტების ნაკლებობაა მიჩნეული და შესაბამისად საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მთავარ ბარიერადაც ბიზნესის სწორედ AI მიმართულების სპეციალისტების დეფიციტს ასახელებს. ჯამში ინდექსის ეს მიგნებები აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი AI-ის დანერგვას განიხილავს არა სამუშაო ადგილების ჩანაცვლების, არამედ პროცესების ოპტიმიზაციის და დროის დაზოგვის საშუალებად, რაც კომპანიების 79%-ს მთავარ პოზიტიურ შედეგად მიაჩნია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ინვესტიციების გაზრდის მოლოდინიც გაცილებით მზარდია. კარგად ჩანს სისტემური პარადოქსიც. ბიზნესი მზად არის ინვესტიცია ჩადოს ხელოვნური ინტელექტში და დასაქმებულთა ხელფასების ზრდაში, მაგრამ ამავე დროს მისი ყოველდღიური რეალობა მოთხოვნის კლებით და კადრების მწვავე დეფიციტით არის შეზღუდული. თვალში მოსახვედრია გარემოება, რომ AI-ის დანერგვა არ განიხილება ადამიანური რესურსის ჩანაცვლების ბერკეტად, პირიქით, ტექნოლოგიური ამბიციებიც და ტრადიციული ოპერაციებიც ერთსა და იმავე ფუნდამენტურ კედელს, კვალიფიციური მუშახელის ფიზიკურ არარსებობას ეჯახება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ეს ინდექსი ძალიან სასარგებლოა და დიდი პოტენციალი აქვს იმუშაოს როგორც ეკონომიკური ადრეული შეტყობინების სისტემამ და არა უბრალოდ როგორც სტატისტიკურმა კრებულმა, თუმცა სტატისტიკა თავისთავად ღირებულია. ჩემს პირველად შთაბეჭდილებას რომ დაუბრუნდე დეკლარირებული მოლოდინების ჰოუპ და ტექნოლოგიური ეიფორიის ჰაიპის მიღმა, ხშირად რეალური სტრუქტურული მიკროტენდენციები იკვეთება, რომლებიც ზოგჯერ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს დიდწილად განსაზღვრავს.